მცირედი გავლენა გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩვენს გარშემო რას უნდა ველოდოთ, რას არა იმას არ ვიტყვი რომ გავლენა არ გვაქვს მაგრამ ახლა შევეცდები ცოტა სხვანაირად დავხსნო ერთადერთი ყველაზე მთავარი რასაც გავლენა გვაქვს არის საკუთარი თავი საკუთარი შინაგანი სამყარო ის თუ რას ვაქცევთ ყურადღებას, რას არ ვაქცევთ ყურადღებას, როგორ ვამუშავებთ გარკვეულ პრობლემებს, რა დამოკიდებულება გვაქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენს საკუთარ თავთან თუ გარშემო მყოფებთან, გარემო სიტუაციებთან დაკავშირებით. მაგის კონტროლი ნაწილობრივ შესაძლებელი არის და როდესაც ამ ყველაფრის კონტროლს ვიწყებთ, ენერგიულად რა თქმა უნდა ვიცვლებით იმის შესაბამისად თუ რაზე ვახდენთ ფოკუსს, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რას ვირჩევთ ცნობიერად თუ არაცნობიერად და საერთოდ მივდივართ. შესაბამისად იცვლება ჩვენი ენერგიაც და ენერგიის ცვლილებასთან ერთად ვიზიდავთ გარკვეულ მოვლენებს ან განვიზიდავთ. ასევე გარკვეულ ადამიანებს ვიზიდავთ ან განვიზიდავთ და შესაბამისად გარკვეულწილად ვცვლით ჩვენს გარემოს საკუთარი თავის ცვლილების შესაბამისად. მაგრამ მიუხედავად ამისა არის რაღაც მოვლენები ჩვენს გარშემო, რასაც გავლენა არ გვაქვს და ამ უნდა დავსწრესოს. არ უნდა შევეცადოთ ვაკონტროლოთ ჩვენს გარშემო განსაკუთრებით ყველაფერი და ზოგჯერ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება ამ მოვლენებს რომ მოხდეს ისე როგორც მოახდენია და ამაში ტრაგედია უნდა დავინახოთ თუნდაც ვყოფთ მოვლენებში იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მოვლენა ჩვენს გარშემო თუ ჩვენს შიგნით ემსახურება გარკვეულ ცვლილებას ტრანსფორმაციას გარკვეულ მიზანს და თუ სურს რომ ვიცხოვროთ, უნდა მივიღოთ რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს გარშემო თუ ჩვენს თავში. რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობთ იმ იდეით, რომ თუ რაც უფრო მეტს ვიმუშავებდი და რაც უფრო მეტს მოვთხოვდი საკუთარ თავს, მით უფრო მეტის კონტროლი შემეძლებოდა ჩემს გარშემო მოვლენებზე თუ ადამიანებზე. და ნაწილობრივ შეიძლება და გარკვეული დროით ამან იმუშაოს, მაგრამ არც ისეთი დადებითი და პოზიტიური ენერგია ეგ. იმიტომ რომ როცა რაღაცას ძალიან ვცდილობ, ზედმეტად რაღაცებს არ იგუები, ზედმეტად ითხოვ ძალისმიერად. რაღაც მომენტებში შეიძლება მიიღო შენთვის პოტენციურად დადებითად აღქმული სიტუაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ექნება განცდა, რომ ბევრი რამის კონტროლი შეგიძლია სამყაროში, რაც არ არის მართალი. ერთადერთი რისი კონტროლი შეგვიძლია, როგორც დასაწყისში თქვი, არის საკუთარი თავის გარკვეულწილად, ესეც გარკვეულწილად კონტროლი. დანარჩენს უკვე სამყარო გვიბრუნებს შემდგომ გარკვეული სახით, ზოგჯერ ჩვენი აღქმით, ჩვენი სუბიექტური აღქმით. სამართლიანად ზოგჯერ უსამართლოდ. და მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ვირჩევთ ადამიანები იმას თუ რა რეაქცია გვექნება ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, როგორ აღვიქვამთ, როგორ დადებითად შევხვდებით თუ არ ყოფითად ობიექტური რეალობა არ შეიცვლება. დარჩება ისევ იგივე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გქონდეს გარკვეული რეაქცია მაგასთან დაკავშირებით თუ როგორ აღვიქვამთ ამას, ვიღებთ როგორც გაკვეთილად, რომ ამ ყველაფერმა დადებითმა თუ უარყოფითმა რაღაც მაინც მასწავლა. ახლა ვაგრძელებ ცხოვრებას ახალი სიბრძნით, თუ შეიძლება ესე ითქვას, ახალი ცოდნით და უფრო მეტი ცოდნა მაქვს იმასთან დაკავშირებით, სამყაროსთან დაკავშირებით ზოგადად. რა თქმა უნდა, ბოლომდე ადამიანი ისეთი ბუნებაა, რომ ბოლომდე ვერასდროს ვერ შეიცნობს, ვერაფერს, მაგრამ აქვს შესაძლებლობა, რომ გაფართოვდეს შეზღუდული ცნობიერებიდან შედარებით გარკვეულ დონემდე გაზარდოს მისი ცნობიერება. რითიც იცვლება სიხშირეები, დამოკიდებულებები, ენერგიები და ყველაზე სასიამოვნოა ეგ პროცესი. არა ის, რომ ვისწრაფოთ იმისკენ, რომ ყველაფერი გავაცნობიეროთ, ყველაფერს მივხვდეთ, ყველაფერი ამოვხსნათ, არამედ ის რისი შესაძლებლობაც გვაქვს, რა შესაძლებლობების ფარგლებშიც ვართ, შევეცადოთ, რაც ენერგია არ დავიშუროთ, რომ გავაცნობიეროთ. იმიტომ რომ ეგ მოიტანს ბევრად უფრო მეტ სიმშვიდეს, ბევრად უფრო მეც სიკეთესაც წესით, მეტ დადებით ემოციებს
და ნაკლებ აგრესიას, ნაკლებ რას, ნაკლებ არააქტიურობას. ვიცოდეთ, რომ ეს არის პროცესი, სჭირდება დრო. გარკვეული სიტუაციების შექმნაც ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, არა საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან პროცესებთან, მოვლენებთან, სამყაროსთან ურთიერთობით ვიღებთ გარკვეულ შესაძლებლობებს, რამდენად მოგეცება ზუსტად მაგის შესაძლებლობა, რომ რაღაცები გავაცნობიეროთ, რაღაცებს სხვანაირად შევხედოთ, სხვანაირად დავინახოთ იმისთვის, რომ უფრო ცნობიერი არსებები გავხდეთ. და არ ვიყოთ მიჯაჭვული ჩვენს ინსტინქტებს, ჩვენს არაცნობიერ იმპულსებს, არამედ ცნობიერად ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, რატომ, რისთვის და არავის არ ვაწებებდეთ პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც თუნდაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენს თავს, ჩვენს შიგნით, ყველაფერზე ვიღებდეთ გაცნობიერებლად პასუხისმგებლობას და დავთქვით მაგ პროცესით, იმიტომ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რის შესაძლებლობაც გაქვთ, არ შეეტაროთ სხვა ადამიანების შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი გარკვეული შესაძლებლობით იბადება, უნიკალური, განსხვავებული, რაღაცები გვაერთიანებს, მაგრამ არის რაღაც განმასხვავებელი და არ დაიწყოთ არავისთან შედარება, არანაირ მომენტთან, სიტუაციასთან, ადამიანთან, იმიტომ რომ არის მოგიტან ერთადერთი, ვისაც შეგიძლიათ რომ ნაწილობრივ შეიტაროთ საკუთარი თავია, საკუთარი წარსული, მე ვერავინ ვერ იქნება ვერასდროს და მოწყდით ილუზიებს და დარჩით აზიმპორში, გაუსწორეთ თვალი. ბევრ ამას, რასაც ვერ ახერხებდით რომ გაგესწორებინათ. ეგ მოგცემთ ძალიან ბევრ ძალას და დადებით ენერგიას და სიხშირეს თუ ენერგიას თუ არ ვიცი რა ვთქვა სხვა, მაგრამ მოგცემთ ძალიან ბევრს, რაც დამიჯერეთ რომ სასიამოვნო იქნება და იმაზე მეტად სასიამოვნო, ვიდრე ბევრი სხვა მატერიალური რამ ცხოვრებაში, რაც დროებითია. შეიძლება ეს გაცნობიერებაც ნაწილობრივ დროებითი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტ ღირებულ რამეს მოგცემთ, ვიდრე მატერიალური მომენტები ცხოვრებისგან, რაც არც ისე ღირებულია, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ.